საკამათო საკითხი არის, აქვს თუ არა უფლება მწვრთნელს დაუნიშნოს თავის მოსწავლეს რაიმე სახის პრეპარატები ან საკვები დანამატები, რომელიც რეალურად ჩვენ შეგვიძლია ეს როგორც საკვები დანამატები მოვიხსენიოთ, მაგრამ მას აქვს ზეგავლენა როგორც ენდოკრინულ სისტემაზე, ასევე პანკრეასზე და ასე შემდეგ. აი რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით. ზოგადად პრეპარატების შერჩევა ხდება სამედიცინო წარმომადგენლის მიერ, ექიმის მიერ და მე პირადად ვთვლი, რომ თუ მწვრთნელს არ აქვს ანუ ადეკვატური განათლება, თუნდაც ლიცენზია არ აქვს, თუნდაც ნუტრიციოლოგიის, ენდოკრინოლოგიის რაღაცა ელემენტარული საფუძვლები არ იცის, რა თქმა უნდა, და თუ არ ქონია შეხება არასდროს ელემენტარული ის კვება, რასაც უწერენ, ხო, აი ბანალურად ქათამი, ბრინჯი, ხაჭო, რაღაც ის არ არის, ხო, კვება, მოდი შევთანხმდეთ. ანუ თუ არ აქვს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განათლება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მან არც კვება არ უნდა დანიშნოს. რაც შეეხება მედიკამენტებს, მედიკამენტის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ სამედიცინო წარმომადგენელს და არა ფიტნეს და ისიც ინსტრუქტორს, ხო? საჭიროების ისიც შემთხვევაში. საჭიროების შესაბამისად, რაც შეეხება დანამატებს ასაკობრივი შეზღუდვაც აქვს, ხო? ხშირად არის ხოლმე აი ბავშვები, აი მოზარდები რო ავიღოთ, სადღაც ნახავენ, ვიღაცის რაღაც ინფორმაციას მოისმენენ და შემდეგ თვითონ აკეთებენ ამ ყველაფრის კოპირებას. ვარჯიშებზეც ესე არის, კოპირების მეთოდს მიმართავენ, საკვებზეც და ზოგადად ხშირად ხდება ხოლმე, ხო, ეგეთი შემთხვევები. ნუ კოპირების მეთოდს, რა თქმა უნდა, არ მივემხრობი იმას, რომ ვიღაცისთვის დაწერილი კვების პროგრამა თვითონ გამოიყენოს. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და კვების პროგრამის შერჩევა იქნება დანამატები, იქნება თუ რა ვიტამინებიც სჭირდება, ხო, რის დეფიციტს განიცდის, ხო, ორგანიზმი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციით და მე ვფიქრობ, რომ არ აქვს ფიტნეს ინსტრუქტორს იმისი როგორ ვთქვათ, იმის უფლება არ აქვს, რომ რაღაცა პრეპარატები დანიშნოს ან თუნდაც სხვათა დანიშნოს შორის რაღაც სპეციფიური კვება. პრეპარატების დანიშვნა ეს ერთი კატასტროფაა და მეორე რომ დოზირების განსაზღვრაც ხომ თავად იმ მწვრთნელით ხდება, ხო, დიახ, რა რაღაც თქმა ზედაპირული უნდა. რესურსების კი, კი, კი. გამოყენებით, რომ აი თუ შენ პირობითად ხარ ასაკის ამდენი კილო, შენ კი, შეგიძლია კი. აი ეს დოზირება მიიღო და ნუ შემდგომ ის პასუხს აა, არ აგებს, ხო, რა თქმა კი, უნდა, სამწუხაროდ უკუშელებს. ხშირ შემთხვევაში ექსპერიმენტებს ატარებენ ხოლმე, ხო, თავიანთ მომხმარებლებზე და ექსპერიმენტები შეგვიძლია ჩვენ თავზე ჩავატაროთ, მაგრამ იმ ადამიანზე, რომელიც ჩვენთან მოდის და რაღაც თავის ფიზიკურ ჯანმრთელობას გვანდობს, მასზე თუ ვიცით რაღაც 100%-ით და დარწმუნებული ვართ, კი ბატონო, მაგრამ თუ არ გვაქვს, ხო, თუნდაც ცოდნა არც ნუტრიციოლოგიაში, არც საკვები და სპორტული დანამატების მიმართულებით, ანუ ყველა სპორტულ დანამატს, ხო, თავისი შესაბამისი მოქმედების მექანიზმი აქვს. თუ ეს ყველაფერი არ ვიცით და უბრალოდ ვიღაცის გაგონილით და ნუ რაღაც ან ჩვენ თავზე გამოვცადეთ და უნიშნავთ, რა თქმა უნდა, ეს ესე არ არის. ჩემი რჩევა იქნება, რომ არანაირი არც პრეპარატი იქნება, დანამატი იქნება, ელემენტარული ვიტამინები ავიღოთ, ხო? მიკროელემენტები ავიღოთ, მინერალები ავიღოთ, აბსოლუტურად ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იქიდან გამომდინარე, არის აკვეთ საჭიროება თუ არა? რა ჭირდება, ხო? რა მიკროელემენტი, რა მაკროელემენტი, რა ვიტამინი, რა მინერალი, ანუ ყველაფერი ის არის ძალიან ინდივიდუალური და ასე რომ მით უმეტეს ანაბოლურ პრეპარატებზე რა თქმა უნდა ზედმეტია საუბარი საუბარი, საერთოდ ხო. ზედმეტი არის. რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის სავარჯიშო პროგრამებს შორის? აი Mhm. დარბაზში რატომ ვკითხულობ ამას? იმიტომ რომ ზოგადად დღეს დარბაზში როცა შემოდის ადამიანი, თუ მან არ აიყვანა ეგრევე პერსონალური მწვრთნელი, დიახ, მას დახვდება შაბლონი ვარჯიშის დიახ. პროგრამის, როგორც ქალს, ასევე მამაკაცს და აი ამ პროგრამას გადიან ერთიც და Mhm. მეორე. დიახ. რამდენად სწორი არის ეს ერთი და მეორე რა განსხვავებაა? აი ამ უკვე ვთქვით რომ დიახ. კი ვარჯიშებს თვითონ მოძრაობებს Mhm. გენდერი არ გაჩნიათ და დიახ. დანადგარებს დიახ. გენდერი არ რა თქმა გააჩნიათ უნდა. და ვთქვით რომ რაღაც მიზნობრივი ჯგუფები Mhm. არსებობს რომელიც უფრო ქალს აინტერესებს რომ კონდეს განვითარებული კი. და კაცს ხო. დიახ. ამ შემთხვევაში პროგრამასთან დაკავშირებით რატომ ამბობ? იმიტომ რომ ძალიან მარტივია ქალის გადაწვრთნა. კი. თუ მისცემ დიდ რა მოცულობას, თქმა მაღალ უნდა. კი. ინტენსივობას, ადამიანი რომელსაც მწვრთნელი არ ყავს, აი რითი უნდა იხემძღვანელოს და როგორ უნდა განასხვაოს, რომ ეს პროგრამა მას კონკრეტულად უხდება მისი ფიზიოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ ეს შაბლონური პროგრამები, როგორც ვთქვით, ხო, ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური, ყველა ადამიანები ვართ ინდივიდები. აქედან გამომდინარე, ვიღაცაზე თუ კონკრეტული პროგრამა მუშაობს, შესაბამისად შეიძლება ჩემზე მაგ პროგრამამ არ იმუშაოს. აქედან გამომდინარე, მე პირადად მსგავს პროგრამებს, იცით რა, თუ იწყებს, აი დარბაზში ხო არიან მწვრთნელები, ვინც აკეთებენ, ვის როგორ ვთქვათ, დაკვალიანებას უწევენ, ხო? იმ მომხმარებელს, რომელიც პირველად მიდის მასთან. მე ვფიქრობ, რომ როდესაც მიდის მწვრთნელთან, ანუ აუცილებლად უნდა გაიაროს მასთან ელემენტარული კონსულტაცია და უბრალოდ პროგრამა მივეცი, ვანახე, გააკეთა, ანუ ესე ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ. და თვითონ როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამწყებისთვის, ვისაც არასოდეს არ ქონია შეხება, საკმაოდ მარტივი არის ეგეთი ადამიანის მოტყუება, შეიძლება რაღაცა ელემენტარული რაღაცები ურჩიოთ, რაც მისთვის არ არის კარგი და დაგვიჯეროს. აქედან გამომდინარე, მაინც იქამდე მივდივართ, რომ როდესაც ვიწყებთ ფიზიკურ აქტივობას და ვართ ნულოვანი ადაპტაციის და აღვნიშნოთ, რომ ეს ნულოვანი ადაპტაციის არის ის ადამიანი, ვისაც არ ქონია მსგავს ფიზიკური ფიზიკურ აქტივობასთან შეხება და არ არის ადაპტირებული კონკრეტულ მსგავს დატვირთვებს, ხო? აბსოლუტურად აუცილებელია და ყველას ვურჩევ, რომ აიყვანოს პერსონალური მწვრთნელი, ვინც მის ფუნქციონალს განსაზღვრავს, მიხვდება თუ სად ჭირდება, ხო, დახმარება, რა პრობლემები აქვს. პირველ რიგში, რაც არ უნდა მითხრას, ხო, ახლა ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რაც არ უნდა მითხრას კონკრეტულმა ადამიანმა, რომ მე მინდა 2-3 კილოს დაკლება და ვხედავ, რომ მან სულ სხვა პრობლემაა, ხო, უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ვიდრე 2-3 კილოს დაკლება. მე ყოველთვის ვარჩევ, რომ ის პრობლემა მოვაგვარო და მაგ პრობლემაზე ვიმუშაო და შემდეგ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ თუნდაც მაგ პროცესში, მაგის მოგვარების პროცესშიც ხდება რაღაცა კორექტირება, ხო, სხეულის, ასე რომ მთავარია, რომ პრობლემის მოგვარებაზე იმუშაოს, ანუ იმ პრობლემის რაც აწუხებს და მერე უშუალოდ ამ სხეულის კორექციაზე და 1-2 კილოს დაკლებაზე. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში, სანამ ჩემთან მოვიდოდა, იკვებებოდა რაღაცა ფასტ-ფუდებით, რაღაცა მიტანის სერვისებით სარგებლობდა, არასოდეს არ მოუმზადებია სახლში რაღაცა რუტინული საკვები და ძირითადად იყო ამ ფასტ-ფუდზე და ამ მიტანის სერვისით რაღაც მიწოდებულ კვებაზე დამოკიდებული, შაქრებზე, ბურგერებზე, იქ ძირითადად მარტივ ნახშირწყლებზე და ასე შემდეგ და მე ვუწერ კვებას, სადაც ანუ ისეთი მშრალი კვება არის და ვეუბნები, რომ გინდა არ გინდა დაიცავე ეს მისი კვება. გათამამებული რეცეპტორები, აი რომელიც ესეთ კვებას მიჩვეული არის ვინც გემრი. დაგიწერთ, შეგიძლიათ ესეთ ადამიანს არენდოთ. ვინც გეტყვით, რომ არ ჭამოთ ტკბილი, შეგიძლიათ არენდოთ. ყველაფერი უნდა ჭამოთ და უბრალოდ ეს უნდა იყოს დოზირებულად და ზოგადად დემონიზაცია არ უნდა გავაკეთოთ საკვების, რომ ეს არის ცუდი, ეს არის კარგი და ზოგადად არ არსებობს საკვები პროდუქტი, რომელიც მოგვამატებინებს ან დაგვაკლებინებს წონაში, ხო? ნებისმიერ პროდუქტით შეიძლება გავხდეთ და მოვიმატოთ, უბრალოდ მთავარია, რომ ჩვენი რაციონის უმეტესი ნაწილი იყოს ჯანსაღი ნუტრიენტები და შემდეგ ის რაღაცა მიზერული რაღაც პროცენტი, თუნდაც ის საკვები, რომელიც ჩვენ გვიყვარს, მაგრამ მთავარია, რომ ნუტრიენტული საკვები მივაწოდოთ, ხო, ორგანიზმს. თუმცა ესე ერთბაშად ყველაფრის ამოღებ, ყველაფრის აკრძალვა, რა თქმა უნდა, არა, ის ნელ-ნელა უნდა მოხდეს, ხო? ადამიანი მოვიდა სპარტანულად ვავარჯიშე, პლუს ისეთი კვება დაუწერე, რომ აცხოვრება აღარ უნდა, არაფერი აღარ უხარია. აღარაფერი აღარ უხარია და ხო წარმოგიდგენიათ ესეთი ადამიანის ნერვული სისტემა ზოგადად რა მდგომარეობაშია. როცა მწვრთნელი აძლევს დაპირებას და ეუბნება, რომ მე ერთ თვეში დაგაკლებინებ 15 ან 20 კილოს. გაიქეცით. გაიქეცით ესეთი მწვრთნელისგან. ან შეიძლება დაგაკლებინოს, ანუ არ არის გამორიცხული, მაგრამ ისეთი უმარილო კვებით, მხოლოდ ცილებით, იქ ჯანსაღი ცხიმების ნაკლებობით, ნახშირწყალი საერთოდ ამოგვიღოს საკვები პროგრამიდან და რა ვიცი, ანუ აი ჩვენს ესეთ მაყურებელს რო რეჟიმში კი. აუხსნათ, ქალის და მამაკაცის შემთხვევაში, თვეში მაქსიმალურად ჯანსაღ პირობებში რა წონა შეიძლება რომ დავაგდოთ ისე რომ ორგანიზმი არ ჩავაგდოთ სტრესში. აი მაქსიმუმ კვირაში
0.8-დან 1 კილოგრამამდე დაახლოებით. ეს გამოდის, ანუ თვეში დაახლოებით 3-4 კილოგრამის კლება, ხო? ეს სტრესის გარეშე, სტრესის მაგრამ თუ გარეშე. ადამიანი მოვიდა ძალიან ჭარბწონიანი, ისინი ხო ნუ ამ სწრაფად იკლებენ შემთხვევაში და კი, ამ რა თქმა შემთხვევაში უნდა, ჯერ ხდება წყლის შემცირება და შემდეგ, რა თქმა უნდა, ანუ ეს ყველაფერი კვებაზე არის და ძალიან ინდივიდუალური, ანუ ვერ ვიტყვი, ანუ მოგატყვევთ, რომ თქვა, რომ აი რამდენი შეიძლება დავაკლებინო, ანუ ძალიან 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 ინდივიდუალური არის. და ყველაფერი, რა თქმა უნდა, კვებაზე არის, ხო, დამოკიდებული, ფარისებრ ჯირკვალზეც რა არის. თქმა უნდა, ქრონიკულ პრობლემებს არ გულისხმობთ. ახლა თუ ჭარბწონიანი ადამიანი მოდის, იქ შეიძლება ინსულინ რეზისტენტობა იყოს, ან პრედიაბეტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სიმსუქნე რაც უფრო მეტი არის ვისცერალური ცხიმი, ხო, უფრო მეტად არიან სხვადასხვა ანთებითი პროცესებისაკენ ისეთი ადამიანები მიმართულები, შესაბამისად, მან მეტაბოლური პროცესებიც დარღვეულია, შესაბამისად, ესეთ ადამიანზე არ გვაქვს, ხო, საუბარი. მაინც იქამდე მივდივართ, რომ ძალიან ინდივიდუალურია. კიდევ ერთი კითხვა მამაკაცებთან დაკავშირებით, შენთან თუ ვარჯიშობენ მამაკაცები, რომლებსაც სურთ მაქსიმალური კუნთის ჰიპერტროფიას რომ მიაღწიონ, კი მე მყავს მამაკაცები, რომლებიც ვარჯიშობენ ჩემთან. არ ვიცი, მე პირადად არ მყოლია ესეთი მომხმარებელი, ვისაც მსგავსი სტერეოტიპი ქონდა, თუმცა აი რო გითხრათ, რომ აი ძალიან უნდათ კუნთოვანი სისტემის განვითარება და ძალიან უნდათ, რომ ესე დაიკუნთონ, ეგეთი მამაკაცები ნაკლებად ეგეთი მოთხოვნით. უფრო უნდათ, რომ აი რაღაც ნორმალურ ტონუსში ქონდეთ, ცოტა ვიზუალის კორექცია უნდათ, იქ ბიცეპსი, მკერდი და ასე შემდეგ, მაგრამ ზედმეტი კუნთის მასა რო ვინმეს უნდოდეს, ესეთი მომხმარებლები ჩემთან ნაკლებად. საქართველოში სამწუხაროდ მამაკაცებს არ პატიობენ ზედმეტ კუნთს და როცა ქალს დაგინახავენ, მით უმეტეს ქალებს ხო საერთოდ ძალიან აგრესია აქვთ და არა მარტო ქალებს, მამაკაცებსაც როცა ხედავენ, რომ შენზე მასზე მეტი კუნთის მასა გაქვს, ისეთი რეაქციები აქვთ ხოლმე, რომ ძალიან მე სასაცილოა მათი მახსოვს დამოკიდებულება. ერთი პერიოდი ადრე როცა ვემზადებოდი სხვადასხვა ჩემპიონატებისთვის და დარბაზში მოვდიოდი იმისთვის, რომ მქონდა ესეთი ვარჯიში, სადაც ჩემი მაქსიმუმია უნდა ამეწია სხვადასხვა მოძრაობებში, შემესრულებიან მძიმე წონებით და ეს რაღაც 40 წუთი გავდო და მე მივდიოდი სახლში და ძირითადად ეს წოლჭიმს ეხებოდა და მახსოვს როგორი გაღიზიანება და აგრესია იწყებოდა თავიდან არა. როცა უკვე ღერძზე ვამატებდი წონას და გავწდებოდი 80 ან 90 კილოს, გარშემო მყოფი კაცები კი, ღიზიანდებოდნენ, იმიტომ რომ იგოზე გადიოდნენ მოქმედებს დარბაზიდან მაგათ. და არასოდეს არ მესმოდა. ან კი არ მოვიდოდნენ და არ ვკითხავდი, რომ დაგეხმარო, აი დაუშვათ, რომ დაგიდგერო, სანამ მოძრაობას არა ღიზიანდებოდნენ და კი. გადიოდნენ და სულ მიგვირი და ეს რომ პირიქით ეს ხო ძალიან მაგარია, როცა ქალი მძიმე წონას წერს და იმ ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ ხო აი სამწუხაროდ ეს სტერეოტიპი გვაქვს. ეგოზე მოქმედებს ძალიან მათ ეგოზე. მაგრამ იმოქმედებს თავარია ჩვენ ვიყოთ კარგად. მაგაზე არ ვნერვიულობ.